მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ მანდატურებზე. თავი თემა იქნება მანდატურები, რას აკეთებენ მანდატურები, იმის მაგივრად, რომ სასამართლოში იცავდნენ ხალხის უსაფრთხოებას და წესრიგს. ზოგადად მანდატურის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ სასამართლო დარბაზში, გინდ დერეფანში და ასევე ეზოში შეინარჩუნოს წესრიგი. უზრუნველყოს ნებისმიერ ადამიანის, ნებისმიერ მოქალაქის უსაფრთხოება. და რეალურად დღეს მანდატურები არიან ამ წესრიგის დამრღვევები, ისინი არიან მთავარი მოძალადე ფიგურები და არიან მიზეზი თუ რატომ ირღვევა სასამართლო დარბაზში, ანუ რატო ხდება ესეთი შეჯახებები, გაწევა, გამოწევა და ასე შემდეგ. და ამ გაწევა-გამოწევის შემდეგ, დასასრულს აქეთ მანდატურები წერენ საჩივრებს. ჩვენ არ გვაქვს როგორ ჩანს მოქალაქეებს იმის უფლება რომ მათ პირიქით უჭიროთ, ანუ არავის არ აინტერესებს ჩვენი საჩივრები. ჩვენ ვიხილეთ ასევე შედეგი, ეხლა ნინო დათაშვილი, აქტივისტი, პედაგოგი, დედა, ეხლა არის პატიმრობაში იმის გამო, რომ მასზე იძალათ ეს მანდატურებმა. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად სისტემის მონები. არ აქვთ არანაირი ადამიანობა, არ აქვთ არანაირი ჰუმანურობა, ვერ მოთხოვ უბრალოდ, იმიტომ რომ როდესაც უცებ ბრძანებას გაიგებენ და როდესაც უკვე ბრძანება მათ ყურამდე აღწევს, იქცევენ ესეთ მხეცებად, რობოტებად ჩვეულებრივ, რომლებიც არ აინტერესებთ, ქალს ეხებიან, გოგოს ეხებიან, ბიჭს ეხებიან, სკოლის მოსწავლეს ეხებიან, ანუ სტუდენტს ეხებიან, ანუ არ აინტერესებთ არაფერი. 3 ივლისს, როდესაც საბაჯიქიას და გიორგი მილაძის დასკვნითი პროცესი იყო, იყო ესეთი შემთხვევა, არ უნდა და ამ გოგოს გახმაურება ამ შემთხვევის, მაგრამ მანდატურმა ამ გაწევა-გამოწევის დროს სექსუალურად შეავიწროვა. მამის ტოლა კაცმა გაწევა-გამოწევის დროს ჩვეულებრივად, როდესაც გვყრიდნენ ანუ დერეფნიდან გვყრიდნენ და გარეთ ეზოში გამოყვარეს, ამ დროს გოგოს დაუწყო ცუდად შეხება. სამწუხაროდ კარგად არ გვახსოვს ამ მანდატურის სახე და რეალურად ამ ადამიანებთან საერთოდ აზრი არ აქვს რომ დაწეროს საჩივარი, იმიტომ რომ სისტემა არ ითვალისწინებს უბრალოდ ამ ყველაფერს. მე მაინტერესებს კოდები, რომლებიც მედიებით ხედავენ, ან Facebook-ში უბრალოდ Instagram-ში სკროლვის დროს უგდებთ ამ კადრებს, ანუ როგორ მიაჩნიათ სწორად საერთოდ ის ფაქტი, რომ უფროსი 50 წლის მანდატური კაცი 19 წლის გოგონას ხელებს, ანუ ცუდად ეხება. გარდა ამისა, ეს ხალხი ერთმანეთს არ ცინდობს, ანუ ერთმანეთი არ აინტერესებთ. ერთი მელოდიკაცი არის მანდატური, რაღაც მომენტებში, ანუ თავიდან, როდესაც დავდიოდი პროცესებზე, მართლა მშვიდად და წყნარად გვესაუბრებოდა და გვექცეოდა. ანუ ეხლა უბრალოდ გამხეთდა, ანუ არ ვიცი, ანუ შეიძლება 800 ლარი აქვს ხალფასი და პრემიუმსაც არ ურიცხავენ და ამის გამო, რავი, ამდენ გაწევა-გამოწევის და რავი, ძალადობის მერე რადგანაც პრემიუმს არ იღებენ, ცოტა ნერვებზე არის ეს კაცი. მაგრამ, ხო, ერთი მელოდიკაცი არის, რომელიც ჩვეულებრივად კადრებში ვხედავთ კიდევაც, რომ გადაახტა რამდენიმე მანდატურს, ან თავისიანებს ჩვეულებრივად გადაახტა, რომ მიეღწია 22 წლის სტუდენტ ბიჭზე, რომ გემრიელად, კარგად დაერტყა ხელი. ანუ ჩვეულებრივ ველური ქცევა, როგორც იქცევი ტყეში ცხოველები, რომ ერთმანეთს არ ინდობენ, ზუსტად ესეთი სურათი გვაქვს. რამდენიმე სახელგვარი ვიცით კიდევაც, მაგალითად გურამ ხანჯალიაშვილი, ბექა სადრაძე, გიორგი რიჟამაძე. გიორგი რიჟამაძე ძალიან საინტერესო არის. 3 ივლისს ხომ იყო ამბები აწეული, როდესაც გიორგი მილაძის სასამართლო პროცესს, დასკვნითი პროცესს ველოდებოდი, 21 წლის სტუდენტი ბიჭის, რომელიც ციხეში გამოკეტა რეჟიმმა 5 წელი, იმის გამო რომ ფეიერვერკი გაისროლა, სიგიჟე არის, ხო? დერეფნიდან გამოყარეს ძალდატანებით. და იქ იდგა მოხუცებული ქალები 60 წლამდე, რომლებსაც ჩვეულებრივად არც მორიდებიათ, ხელით წავიდნენ ამ ქალებს, არც ასაკს არ მოერიდნენ, არც სქესს არ მოერიდნენ, ჩვეულებრივად ხელით წაიგდათ, ძალდატანებით გამოაგდეს დერეფნიდან. გზა გადაკეტეს, გზა ჩაკეტეს და შემდეგ სერიოზული ამბები აიწია, უკვე შევხედეთ კიდევაც, დერეფანში ყოფნაც კი არ გვაწევდეს, ისე გამოყარეს, საკუთარი დედაზეც კი პრობლემა შექმნეს, გიორგის დედაზეც კი შესვლაზე პრობლემები შექმნეს. რა უნდა ელაპარაკო საერთოდ ამ ხალხს. გიორგი რიჟამაძემ კი შემდეგ ბიჭებს მიათრევდნენ, ჯერ როგორი საყურებელი არის სტუდენტი ბავშვებისთვის, ის რომ საკუთარი მეგობარი შეიძლება წამზე აგაციონ ხელიდან და ღმერთმა იცის სად წაიყვანენ. ბავშვები ვეჭიდებოდით ერთმანეთს
საკმაოდ კარგად, ანუ ჭიდროდ, რომ რომელიმე მანდატორს უბრალოდ არ გაეთრია, არ ვისაც აიყვანდნენ, ან არ დაიკავებინათ, ან არ ეცემათ სასტიკად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე მახსოვს კიდევაც, რომ მომენტი იყო, როდესაც ჩემს მეგობარს შემთხვევით ხელი გავუშვი. იმიტომ რომ მომენტალურად ვერ გავიაზრე, ვისთვის უნდა ჩამეჭიდა ხელი, რომ საათრევდნენ. და ლადო ჯახუა დაიდო კიდევაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა კიდევაც ფოტოები თუ რა გაუკეთეს მანდატურებმა სავარაუდოდ ცხვრის მეტახილება ქონდა მაგრამ ცხვრის მეტახილება არ ყოფილა ცხვრის დაბეჭდილობა იყო ნეკნები დაბეჭილი ქონდა სასტიკად იწაოდეს მასზე გაათრიეს და ჩვეულებრივად ანუ გიორგი რიჟამაძე იყო ადამიანი რომელმაც სასტიკად ურტყა აღრჩობდა სცენდა და სასტიკად ურტყამდა აი გაჩვენებთ კიდევაც ახლა ფოტოებს. აი ეს არის ლადოს დაზიანებების ფოტოები. სასტიკად იყო ის ნაცემი, საშინელი შესახედი იყო. და რამდენიმე წამში ლადოს ჯერ გააზრებული არ ქონდა, ლადოსად გააგდეს, ანუ ჩემი მეგობარი, ანუ გააზრებული არ მქონდა, სად გააგდეს, როდესაც შევხედე, რომ სტუდენტი გოგო სოფიო ხელის კვრით ანუ ჩვეულებრივად მოისროლეს გოგო. სტუდენტი გოგო, 20 წლის გოგო. ნაზი აი მართლა ვიდეოში ვხედავ თუ როგორ სასტიკად ექცევიან მას. წარმოუდგენელი არის რომ ეს ამ ადამიანებს გააჩნდათ ადამიანობა, როდესაც ესეთი კადრები გვაქვს თვალწინ თუ როგორ ექცევიან ისინი ახალგაზრდა გოგოებს ვიღაცის ბრძანების გამო. ვიღაცის ბრძანების გამო შეიძლება რომ ადამიანი იქ გაიმეტონ სასიკვდილო ჩვეულებრივად კიბეებზე დააგორონ, აი საშინელებებს აკეთებენ. და არ მესმის ქოცების, როდესაც ამას ნახულობენ და რაიმე კომენტარებს ვკითხულობდი ამ კადრების ქვეშ და ისეთი ანუ ამართლებდნენ მანდატურების აქციებს. როგორ შეგიძლია გაამართლო ქოცმა ახალგაზრდა გოგოს, 20 წლის გოგოს ცემა, როდესაც 50 წლის კაცი მას ხელით ეხება, ანუ 22 წლის სტუდენტი ბიჭის სასტიკად ცემა, როგორ შეიძლება რომ გაამართლო? და როდესაც ვიხსენებთ ჩვენ წინა რეჟიმის პერიოდს და მაგალითები მოყვავს და შედარებები, ანუ თქვენი აზრით ისინი როგორ იქცეოდნენ? ან ეხლა ისინი რას აკეთებენ? ძალადობას ვერასდროს ვერ გაამართლება. ძალადობა ყოველთვის არის ძალიან ცუდი. და როდესაც საუბრობთ ევროპულ ქვეყნებზე, რომელ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში ხდება მსგავსი შემთხვევები, რომელ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში მოდი შენთან მანდატური და უბრალოდ ჩხუბს გიწყებს იმის გამო, რომ დერეფანში მოსაცდელში ჩვეულებრივად სკამდეს იხარ. როგორც ნინო დათაშვილი იჯდა. რომელი მანდატური შეეხება ესე ქალს და გაათრევს. რომელ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში ხდება ეს? მხოლოდ აქ, მგონი, რუსეთში, აქ და ბელორუსში. სხვა მაგალითს ნამდვილად ვერ მოვუძებნით ჩემი აზრით. ჩემი აზრით არასოდეს ესე არის. ნინო დათაშვილიც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ, როდესაც აშკარად ჩანს, რომ წყნარად მშვიდად იჯდა ჩვეულებრივად, მივიდნენ მანდატურები, დაიწყეს მასე ძალადობა, თან ერთ ქალზე მიდის 10 მანდატური ჩვეულებრივად და მიათრევს გარეთ. და ამ მომენტში, რადგანაც ქალი გაუძალიანდა და ანუ შეეცადა რომ თავი დაეღწია მათგან, ანუ ისევ ის გაუშვეს ციხეში, გამოკეტეს. როგორ შეგიძლია რომ ჩვეულებრივად იჯდე დივანზე სახლში და ამ კადრებს უყურებდე და სიმპათია და შეცოდება საერთოდ არ გაგიჩნდეს ამ ადამიანის მიმართ. თუ ანუ კონცეფტს როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ ადვილი არის თქვენი აზრით ადამიანების ესე 5 წლით, 10 წლით, რომლებსაც ოჯახები ელოდებათ, ანუ მომავალი ელოდებათ გარეთ უბრალოდ. ანუ ადვილი არის მათი ციხეში გამოკეტვა? საბაჯიქიას 19 წელი შეუსრულდა საკანში. გიორგი მინდაძესაც 22 წელი შეუსრულდა საკანში. ეს ყველაფერი ივლისის თვეში ხდება. მე მაინტერესებს ანუ ამ ხალხისთვის, ამ ბავშვებისთვის მთავარი, ანუ სტუდენტი ბიჭებისთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ მხარდაჭერა იგრძნონ ხალხისგან. მისი თანატოლები, როდესაც ყველა პროცესზე დავდივართ, ვესწრებით და ერთადერთი ის გვინდა, რომ ამ ბიჭებს უბრალოდ შევხედოთ და დარბაზიდან გამომხნევოთ და მხარდაჭერა უბრალოდ ვაგრძნობინოთ. როგორ შეუძლიათ, რომ ანუ ადამიანური ფაქტორების ხარჯზე, ანუ მორალზე უკვე ვსაუბრობთ, მორალზე. როგორ შეუძლიათ, რომ ანუ ესეც კი აქ ვიგრძალონ? ანუ რეალურად ყველაზე მთავარი მათთვის ის არის, რომ უბრალოდ ბევრი ადამიანი ნახონ შეკრებილი გარეთ, ან შიგნით, დარბაზში. როდესაც რეჟიმების შედარებაზე ვსაუბრობთ, რომელი რეჟიმის დროს გახსოვთ, რომ სტუდენტ გოგოებზე ესე ძალადობდნენ მანდატურები ან პოლიციელები? იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი
ინფორმაცია შევეცადე რომ მომეძიებინა და სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, ვერ მივაკენი. ანუ მხოლოდ ამ დროს ხდება, ანუ მხოლოდ ქართული ეთნების პერიოდში ხდება მასობრივი დაკავებები ქალების, ქალებზე ძალადობა ფიზიკური, რომ ველურებივით, ანუ ცხოველებივით ექცევიან მათ და არ აინტერესებთ უბრალოდ, როგორ შეგიძლიათ უბრალოდ შედარება მოიყვანოთ რეჟიმებს შორის და ძალადობა ამით გაამართლოთ. აი როგორ შეგიძლიათ? ან როცა უყურებთ ამ კადრებს თუ როგორ ექცევიან ქალებს, როგორ შეგიძლიათ რომ მოითმინოთ ხალხო? ან სტუდენტებო, როდესაც უყურებთ, ანუ თქვენს თანატოლ სტუდენტ გოგოებს როგორ ექცევიან, ანუ როგორ შეიძლება ეს მოითმინოთ? ბიჭებს არ მაქვს საუბარი, ბიჭებს აღჩობდნენ იქ, ბიჭებს ცემდნენ, სახეში ურტყავდნენ გამეტებით. კიბეებიდან კი ნაღამ დააგორეს, ანუ საშინელებები ხდებოდა, კატასტროფა. ეზოში ვიყავით ჩვეულებრივად ვიდექით და ეზოში ყოფნაც კი არ დაგვაცადეს. ეზოდანაც კი გაგვყარეს, თან ძალდატანებით. როდესაც აი რეალურად არანაირ წესრიგს ჩვენ არ ვარღვევდით იქ, წესრიგის მთავარი დამრღვევები იყვნენ მანდატურები თვითონ. და რეალურად ყველაზე რთული ალბათ ჩვენთვის არის, ვინც ვართ იქ შეკრებილები, იმიტომ რომ როდესაც უკვე უშუალოდ გადმოდიან აგრესიაზე, არ გვაინტერესებს საკუთარი თავი, ჩვენ დაგვაკავებენ თუ არა, უფრო გვაინტერესებს საკუთარი მეგობრები, ერთმანეთს ანუ ისტორიის მანძილზე ესეთი რაღაც თუ ოდესმე მოხდებოდა, ანუ ასეთი ფაქტი არ მახსოვს და არც მეგონა რომ ესეთი სიტუაცია შედესმე სტუდენტები აღმოჩნდებოდით, რომ მთელი ძალისხმევით ვეჭიდებით ერთმანეთს, რომ მეგობრები არ გამოგვაცალონ ხელიდან და არ დააკავონ. მათი დავიძის სასამართლოზეც ხომ იგივე ხდებოდა თავიდან ჩემი ერთი მეგობარი წაიყვანეს და უბრალოდ დაკითხეს და გამოუშვეს კიდევ კარგი საშინელი ნერვიულობები მიდის, ანუ ძალიან დაგვსტრესეს ბავშვები თვითონ, იმიტომ რომ ყოველწამს შეშინებულები იმაზე ვართ, რომ არა ჩვენს დაკავებაზე, არამედ იმაზე, რომ საკუთარი მეგობრები არ გამოგვაცალონ ხელიდან და ერთმანეთს აი მთელი ძალისხმევით ვიცავთ. მთავარი სათქმელი ის არის, რომ მანდატურები უბრალოდ ვერსად ვერ იქნება ადამიანი დაცული. მანდატურისგანაც კი დაცვა გჭირდება ადამიანს. ანუ ესენი არიან ველური ცხოველები, რომლებიც რაღაც სისტემას ემორჩილებიან და არ იცავენ რეალურად წესრიგს, არ იცავენ ადამიანის უსაფრთხოებას და არ ზრუნავენ თვითონ მოქალაქეზე. არ აინტერესებთ, იმიტომ რომ მხოლოდ აინტერესებთ საკუთარი ჯიბე, ბრძანებები და ამის გარდა ვერაფერს ვერ ხედავენ. ანუ უსაფრთხოდ ვერსად ვეღარ ვგრძნობთ უკვე ადამიანები თავს. და ვერც ვერასდროს ვერ ვგრძნობთ თუ ამ მთავრობას სასწრაფოდ არ გადავაგდებთ და არ მოვაცილებთ საქართველოს სამუდამოდ.